უბრალოდ რადგანაც უნდა შეგვეჯამებინა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის 2024 წელი, ამიტომაც აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ერთობლივი ინტეგრირებული რუბრიკა ყოფილიყო თუნდაც იგივე ჩვენს წინა სტუმრებთან ერთად. მივესალმები სოფიო მაჭარაშვილს, მოგესალმებით სოფიო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. არ იყავით მართალია წინა ბლოკში, მაგრამ ორჯერ გახსენეთ და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხართ ბაზარზე. მართალია მართლა ჭეშმარიტად ხარისხის და მართლა ჭეშმარიტად ნამდვილი ამ შემთხვევაში აი ნამდვილი პროფესიული სერვისების პროვაიდინგის ნაწილში ცოტანი ხართ, მაგრამ ხართ და ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და არის რა თქმა უნდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, რომელიც ძალს და ღონეს არ ეშურებს იმისთვის, რომ მოხდეს ძალკეული ვაკუუმების შევსება. თუნდაც იმ ვაკუუმის, რაც ჩვენ წინა ბლოკში ვისაუბრეთ. სანამდე ამ პრობლემატურ საკითხებზე გადავალთ და მე მინდა რომ მაინც გარკვეულწილად ვისაუბროთ აი ამ ხით ჩატეხილობაზე, რაც არსებობს ზოგადად სექტორთან მიმართებაში. მე მაინტერესებს როგორი იყო აკადემიის 2024 წელი. ცოტა ისე რიტორიკული კითხვა გამომდის, იმიტომ რომ ამის მემატიანეები ჩვენ თვითონვე ვართ და ძალიან კარგად ხედავდით და ვაშუქებდით იმას, რა წარმატებით ოპერირებდა აკადემია 2024 წელს. მაგრამ მინდა რომ მაინც ჩვენმა მრავალრიცხოვანმა აუდიტორიამ ეს აქცენტები და პასაჟები თქვენგან მოისმინოს. გისმენთ ყურადღებით. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, წელს პირველად ვარ ამ ეთერში და მიხარია, იმედი მაქვს, რომ საუკეთესო წელი გვექნება და ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის სასიხარულო ამბებს გავუზიარებთ, ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება. იცით რა, მე აქ სტუდიაში გახსდით, როცა ჩვენ საუბრობდით და მოდი მაინც გავაგრძელებთ წინა ბლოკის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საუბრებს. იმიტომ რომ აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დღეს ნამდვილად დამსაქმებლებს უჭირთ, ბიზნესს უჭირთ შესაბამისი კადრის მოძიება, ეს ნამდვილად არის პრობლემა. ასევე ვეთანხმები იმაში, რომ ბიზნესის საქმეთ არ უნდა ვაქციოთ საგანმანათლებლო ცენტრებად, რომ გადაიქცნენ ისინი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე ფუნქცია უნდა შეიცვალონ, რაც ძირითად მოვალეობას და საქმიანობაში გონი რომ ხელი შეეშლებათ. ამიტომ რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? ამისთვის უნდა გაკეთდეს ის, რომ აი თქვენ რაც ბრძანეთ, ხით ჩატეხილობა აღარ უნდა იყოს, უნდა აღმოიფხრას. ჩვენ ძალიან მჭიდროდ და იმაზე მეტად მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, ვიდრე აქამდე ამას ვაკეთებდით. დიახ, ბიზნესმა თავად უნდა დაგვიკვეთოს რა უნდა, თუმცა ერთად მაინც უნდა ვაკეთოთ და მათაც უნდა ესმოდეთ, რომ პროფესიულ კოლეჯის სტუდენტებს კარი ფართოდ უნდა გაუღონ. არ უნდა იყოს დიფერენცირება, უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს უმაღლეს დამთავრებულს, მხოლოდ თუ იმ კონკრეტულ პოზიციაზე დიახ, კოლეჯ დამთავრებულიც თავს გაართმევს და კანონით ეკუთვნის კიდევაც იქ მუშაობა, აი ასეთი მიდგომებით უნდა ვეცადოთ, რომ პროფესიულ კურს დამთავრებულებს მეტი мотиваცია გაუჩინოთ და რაც მთავარია, თავიდან სასწავლო პროგრამები ერთობლივად უნდა იყოს შედგენილი, რომ მიზნობრიობა ჩვენი კურს დამთავრებულების სწავლის ხარისხი იყოს შედეგიანი. ასევე ერთს ვიტყვი და უკვე ჩემს ძირითად თემას დრო გვაქვს და მადლობა ღმერთს, ეს გვაქვს საშუალება იმისა, რომ აი მართლა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რაც არის, გისმენთ, დიახ. და ასევე ბატონმა ბაკურმა ახსენა, რომ სახალგაზრდებს აქვთ мотиваცია დაკარგული, უმეტესობას ცხადია, ყველას არ ეხება და ეს არ არის სწორი, ეს ძალიან ცუდია, მათ ბევრი უნდა ვესაუბროთ, იმიტომ რომ მაღალი ანაზღაურება, რაც ბატონმა ბაკურმა გულისტკივილით აღნიშნა, ყველას უნდა და ცხადია, კარგია, თუმცა ეს ჩვენს ქვეყანაში ასე უცებ ვერ დადგება, თუ ყველამ ფერხულში ერთად ჩაბმულებმა ამ საკითხებზე არ ვიმუშავეთ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ასევე ბიზნესმა, სახელმწიფო ორგანოებმა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მერე ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების წარმატება და სწორედ ამ წარმატებებზე მინდა ვესაუბრო ჩვენ გულშემატკივრებს, რადგანაც ვიცი მათთვის ეს საინტერესოა, თანაც უკვე ჩვენ ნელ-ნელა
დაუახლოვდებით ახალი წლის რეგისტრაციის პროცესებს და ჩვენთან სწავლის მსურველებისთვისაც ალბათ იქნება საინტერესო თუ როგორ ფუნქციონირებს, როგორ მუშაობს, რა მიღწევები აქვს პროფესიულ კოლეჯებს. ამიტომ თქვენის ნებართვით მიუხედავად დაძაბული ფონისა, მაინც მინდა რომ პოზიტიური განწყობა შემოვიტანო და ჩვენი წარმატებები მცირედით, მაგრამ მაინც მიმოვიხილო. გასულ წელს ჩვენ ავაშენეთ საჩხერეში მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი 2900 კვადრატული ფართით. აქ ამ პროცესებში ჩართული იყო ჩემი მრჩეველი ანზორ მაჭარაშვილი, საინჟინრო და სამშენებლო პროცესებს სრულად ის ხელმძღვანელობდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ერთ წელიწადში ნამდვილად უპრეცედენტო რამ მოვახდინეთ და მასშტაბური შენობა სრულად ავაშენეთ და გავარემონტეთ და რა თქმა უნდა ინვენტარიზაციით აღჭურვეთ. აქედან გამომდინარე ამან შესაძლებლობა მოგცა, რომ ის პროგრამები, რომელიც რეგიონისთვის იყო მოთხოვნადი, ეს ბაზრის კვლევით დასტურდება ხოლმე, აი სწორედ ეს პროგრამები შემოგვეტანა ჩვენ საგანმანათლებლო სივრცეში. როგორიც არის ფარმაცია, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები, აღმზრდელი ვებ ტექნოლოგიები, ინფორმაციის ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ამან ძალიან კარგი შედეგები მოგცა. საჩხერეში არსებული სტუდენტთა რაოდენობა სრულად დაკომპლექტდა, მიმდინარეობს სწავლა და მინდა გითხრათ, რომ საჩხერის მოსახლეობა ამით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა, რადგანაც მართლა ძალიან მოთხოვნადი პროფესიებია და დაეუფლებიან ისეთ მიმართულებებზე, რაც დამთავრებისთანავე მათ უწინასწარმეტყველებს დასაქმებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ სწორედ შენობის მასშტაბურობამ განაპირობა, რომ აკადემიამ USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პარტნიორობით ჩვენ ერთად შევძელით და შევქმნით საჩხერეში ახალი ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლის ჩამოყალიბება. სკოლაც ასევე უკვე ფუნქციონირებს, ჩვენ 12 მოკლევადიან პროგრამებზე ავტორიზაცია გავიარეთ, უბრალოდ ეხლა ორი პროგრამა არის, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც თქვი და ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოვყოფ, ეს არის კულინარიის მიმართულება, საერთაშორისო და ქართული კერძების მომზადებას ვასწავლით და მე ძალიან მინდა თქვენ პირადად მოგიწვიოთ და ნახოთ და დააგემოვნოთ ჩვენი სტუდენტების მიერ შექმნილი სხვათა შორის არაჩვეულებრივი მრავალფეროვანი კერძები და მე დღეს გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომ ჩვენი სტუდენტების მიერ დამზადებულ კერძებს მიუტანთ ერთ-ერთ ბავშვთა ცენტრს დაწესებულებას დააგვემოვნებენ და ასეთ აქციებს ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ. სწორედ ამ შენობის მასშტაბურობამ ალბათ ნამდვილად ის, რომ კარგი და საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი გამოვიდა და შევქმნით ინტერესი გააჩინა და ჩვენ გასულ წელს სტუმრად გვეწვია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე წულაძე, ასევე მაჟორიტატივი დეპუტატი ბატონი პაატა კვიჟინაძე, რა თქმა უნდა საჩხერის მერი, პარლამენტარები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მინდა გითხრათ, რომ მოწონება აღნიშნეს და დიდი ემოცია გამოხატეს თქვენს, რომ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთი შენობით ჯერ არ წარმოდგენილა, მით უმეტეს რეგიონში და ეს ქება და შეგულიანება ჩვენთვის დიდი სტიმული იყო. ასევე გასულ წელს ჯერ საჩხერით მინდა შემოვიფარგლო, ასევე გასულ წელს საჩხერლობა ეს საზოგადოებრივი ღონისძიება ყოველ წელს იმართება და სწორედ ჩვენი კოლეჯის გახსნით დაიწყო ეს ღონისძიება, გაიჭრა ლენტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ, დეპუტატებმა, გაჭრეს ლენტი და სწორედ ეს არის ჩვენი სტიმული, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისევე ჩვენი კოლეჯის ყველა თანამშრომლისთვის. და გასული წელი დამიგვირგვინეს ასე, რომ დამასახელეს წლის საინტერესო და გამორჩეულ ადამიანად ნომინაციაში მივიღე საჩხერეშიდან ჯილდო, რომელმაც უკვე დაიკავა სათანადო ადგილი ჩვენს კოლეჯში. ასე რომ მე ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ სწორად გათვლილი შრომა, ეფექტური მუშაობა ყოველთვის რჩება დანახული, შეფასებული და დაფასებული. თბილისზეც მოგახსენებთ, ჩვენი ცენტრალური განყოფილება თბილისში გახლავთ, ჩვენ ვზრუნავთ საერთაშორისო
ხარისხზე სერტიფიკატის მფლობელები გახლავართ ISO 9001-2015 და დეკემბრის თვეში გარე მონიტორინგის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ დადებითი შედეგები და კვლავ გააგვიხანგრძლივდა სერტიფიკატის მფლობელობის შესაძლებლობა. გასულ წელს დავიმატეთ პირველი დუალური პროგრამა საქართველოში რკინა-ბეტონის სამუშაოთა შემსრულებელი. ჩართული იყო ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია, რამოდენიმე მათგანთან უკვე პარტნიორობა გვაკავშირებს, მჭიდროდ იქნებიან ჩვენ სწავლების პროცესში ჩართულები და მათ პირველად წელს მიენიჭათ საგანმანათლებლო სტატუსი, სასწავლო საწარმოს სტატუსი, უпростоრად, ასეთი პრეცედენტი წინა წლებში არ ყოფილა, ეს სახელმწიფომ შეიმუშავა და ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგია, იმიტომ რომ ასეთ დროს ჩვენ ბიზნესს არ ვავალდებულებთ, რომ იყვნენ განათლების სექტორში შემოჭრილი, უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან უნდა იპარტნიორონ და თავისი საჭიროებები და სურვილები უფრო ადვილად მოიტანონ ჩვენამდე. ასევე ორჯერ ჩავატარეთ რეგისტრაცია ჩარიცხვის პროცესები, ეს განათლების სამინისტროს დადგენილებით განხორციელდა. ორივეჯერ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ჩვენ 2023-ში მეორე ადგილი დავიკავეთ საქართველოს მასშტაბით სტუდენტების რაოდენობით კოლეჯებში ცხადია და წელს აღარ ჩატარებულა ეს კვლევა, ველოდებით მონაცემებს და ვფიქრობთ, რომ შედეგს კი არ გაგვიფუჭებია პირიქით, მე მგონი რომ გავაუმჯობესეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პროგრამებზე კვოტა გავზარდეთ, რადგანაც უფრო მეტი სტუდენტისთვის მიგვეცა სწავლის შესაძლებლობა. ასევე ჩართული ვართ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში, ჩვენ მეათე პენიტენციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები უფასოდ გადავამზადეთ და მსგავს აქტივობებს ხშირად მივმართავთ, როგორც არის ქალების გაძლიერება, მწვანე უნარების განვითარება და ასე შემდეგ. ასევე ვცდილობთ შემოვიმატოთ პარტნიორები, ძალიან ბევრი და ხარისხიანი მემორანდუმები და ხელშეკრულებები გავაფორმეთ. ბოლოს თქვენც ესწრებოდით ერთ-ერთ ასეთ აქტს, ჩვენ ბატონმა ბაკურმა და ჩვენმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რადგანაც ჩვენ ვახორციელებთ ნარჩენების მართვის პროგრამას და სწორედ ამ მიმართულებით და არა მარტო ამ მიმართულებით, ბევრი სხვა ინიციატივები გვაქვს ერთმანეთთან დაგეგმილი და გსურს რომ ქვეყანაში ამ კუთხიდაც ვიზრუნოთ და გადავამზადოთ კადრები. აი ეს არასრული ჩამონათვალია, რომელიც მინდოდა გამეზიარებია, როგორც თქვი, ჩვენი თაყვანისმცემლებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მიღების მსურველებისთვის და მე მგონი მაინც ამით დავადასტურებ, რომ პროფესიული განათლება ასია თუ ისია ვითარდება და ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში ვართ წინა წლებთან შედარებით და აქვე ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი, ეს შედეგები, რაც ჩამოვთვალე, იმისი გამოძახილია, რომ ჩვენთან სტუდენტი სრულიად უფასოდ სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლობს და ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფოს ნამდვილად არ უნდა დაუკარგოთ, დიდი შესაძლებლობაა, რომ სადიპლომო პროგრამები და ასევე სასერტიფიკატო პროგრამები ადამიანებმა სრულიად უფასოდ ისწავლონ. 1, 2, 3 წლიანი პროგრამებიც კი. ეს არის, პირველი შემთხვევა არის, ალბათ, სადაც აი კითხვის დასმის სურვილიც არ გამჩენია, იმდენად საინტერესოდ და იმდენად აკადემიურად და ინფორმატიულად მოყევით აი მთელი ეს პერიოდი და მე აი არ ვიცი რა, ისად ამჩენია, რომ გისურვოთ კიდევ უფრო მაგარი 2025 წელი. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია და ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ კიდევ არაერთხელ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა არის, აი თქვენ ახსენეთ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია. რამდენიმე წუთის წინ საუბარი იყო ავტოინდუსტრიაზე. სტუმართ მასპინძლობის კომპონენტი, რომელიც თქვენ განავითარეთ და ავითარებთ, ეს ხო ფაქტის ახეზია. ხო, ანუ უყურეთ, აი რამხელა პალიტრა გაიშალა ჯამში საჭიროებების და თქვენ აბსოლუტურად ასევე ერთ წინადადებაში ძალიან სწორად ახსენეთ ის, რომ ბიზნესმა თვითონ უნდა გითხრათ რა გჭირდებათ და თქვენ რო ეძებთ საინტერესო მაღალი თამასის პარტნიორებს, მე ასე ვიტყოდი, რომ მათ უნდა გეძებონ რეალურად თქვენ და ისინი უნდა მოვიდნენ თქვენამდე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, სახელმწიფო, მე გავიმეორებ ჩემ პასაჟს, რაც წინა ბლოგში ვახსენე, ბიზნესი ვერ იქნება განმანათლებელი. მას შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობა კონდეს, მაგრამ მას მოსთხოვო
რომ შენ იყავი განმანათლებელი და შექმენი ის ბაზისი კადრების კუთხით, რასაც შენ თორე გამოიყენებ, გასაგებია ზოგი გააკეთებს, ზოგი არ გააკეთებს. ხო ეს მისი გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე. ამიტომაც ბიზნესს რა შეუძლია? ბიზნესს შეუძლია ის, რომ თუმცა ძებნაც არ არის საჭირო, აქ არის ბიზნესი და ტექნოლოგიების აკადემია და არ არის რთული სოფიო მაჭარაშვილის პოვნა დამეთანხმებით. აქედან გამომდინარე, ანუ ბიზნესმა უნდა გიპოვოთ და ამით რას გააკეთებს? ამით გააკეთებს რეალურად თავისი დროის, სახსრების, ენერგიის და ყველანაირი რესურსის მინიმიზაციას და მიიღებს პროფესიონალ კადრებს. მე ძალიან დიდი მოლოდინით უყურებ, აი როგორ წარიმართება აკადემიის და ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის კოლაბორაცია, იმიტომ რომ ეს სფეროს და ეს დარგიც, რომელიც აბსოლუტურად ნედლია საქართველოში, სხვა დარგებისგან განსხვავებით, ხო? ფაქტობრივად გადამამუშავებელი ინდუსტრიაზე ლაპარაკი ახლა დავიწყეთ. და ამიტომაც ასეთი ნედლი დარგის თუ მოახერხებს იმას, რომ ესეთი პროფესიონალი, ესე ვთქვათ, პროფესიონალურ ბაზისებზე დაფუძნებული აკადემიებისგან მიიღოს პროფესიონალი კადრები, ფაქტი ჩათვალეთ, რომ პირველი პრეცედენტი დაიწერა და პირველ პრეცედენტს მერე არაერთი სხვა პრეცედენტი მოხვდება. სოფიო, მოკლედ, ესე იგი, რამდენიმე სიტყვით ასევე გითხარით უკვე მიმდინარე წლის გეგმებზე. მე ხა არ მინდა რომ დავასპოილეროთ ჩვენი მაყურებელი და ასე შემდეგ, ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გაქვთ, ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი გაქვთ და რამდენიმე სიტყვით რო გვიამბოთ თუნდაც მიმდინარე წლის გეგმების პრიზმაზე. კი ბატონო, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ გასულ წელს უკვე ავიყვანეთ გუნდში საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, თქვენთან იყო გადაცემაში სტუმრად რამოდენიმე კვირის წინ, მან თავად ისაუბრა, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ერთად უკვე შევქმნით ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შესაბამისად ვფიქრობთ, რომ 2025 წელსში უკვე სერიოზულად და ინტენსიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რადგანაც ჩვენი გვაქვს, ჩვენი სიკეთეები და გამოცდილება, თუმცა აუცილებლად კარგია, რომ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითაც ბევრი რამე გადავახალისოთ და განვაახლოთ. ჩვენ რამოდენიმე კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა, აქედან ორზე იყო ჩვენი მასწავლებელი, პრეზენტანტორი ქალბატონი მირანდა ხუთელი და მინდოდა მეხსენებია და კარგია რომ ვახსენე, მადლობა მას ამისთვის და ძალიან ვცდილობთ რომ ჩვენი პერსონალი ასე აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ თუ იმ პროცესებში, იმიტომ რომ თუ არა საერთაშორისო ურთიერთობები და თუ არა ხშირი აქტიობები, მართლაც ბიზნესს დავაზარალებთ, იმიტომ რომ ერთ დონეზე გაჩერებული საგანმანათლებლო დაწესებულება ვერაფრით ვერ მოამზადებს ხარისხიან კადრს და ბაზრისთვის საჭირო ადამიანებს, ასე რომ ვცდილობთ და ნახოთ რა გამოგვივა თქვენისთან შემართული ადამიანების დახმარებით, ნამდვილად მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა გადაცემის ასეთი ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულებისთვის და რა თქმა უნდა მიმდინარე წელსაც ჩვენი თლიანი გუნდი იგულეთ თქვენს გვერდით და გისურვებთ ულევ წარმატებებს, რომელიც არ დააყოვნებს დარწმუნებული ვარ, სოფიო მაჭარაშვილი ბიზნესი და ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელი იყო გადაცემა მონეტიზაციაში.